გამოცემა გარდიანის პოლიტიკოსა და BBC-ს ცნობით მსოფლიოს მასშტაბით ამერიკულმა საელჩოებმა და საკონსულოებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან მიიღეს ბრძანება, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერონ გასაუბრებები უცხოელ სტუდენტებთან, რომლებიც აპირებენ, რომ ჩააბარონ ამერიკულ უნივერსიტეტებში. ეს შეჩერდება მანამ, სანამ ადმინისტრაცია არ შეიმუშავებს უფრო კომპლექსურ პროცედურას, თუ როგორ გასცენ ვიზები უცხოელი სტუდენტებისთვის, კერძოდ ეს ამ პროცედურის ფარგლებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, რომ უფრო გააფართოოს სოციალური ქსელების შემოწმების პროცედურა უცხოელი სტუდენტების. ბრძანებამ, რომელიც საელჩოებმა მიიღეს, შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს ვიზების გაცემის პროცედურა და ასევე პრობლემები შეუქმნას ამერიკულ უნივერსიტეტებს, რომელთა შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედაც რომ მოდის უცხოელი სტუდენტებისგან. დეპარტამენტი სტუდენტური და გაცვლითი პროგრამების ვიზის გამოცხადებლების შემოწმების პროცესებს მიმოიხილავს. ოფიციალური პირები გეგმავენ გამოსცენ ინსტრუქციები ყველა ასეთი გამოცხადებლისთვის სოციალური მედიის გაფართოებული შემოწმების შესახებ. ასეთი ინსტრუქცია მიიღეს საელჩოებმა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ამ ბრძანებას ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. დასავლურ მედიაში აღნიშნავენ, რომ ეს არის ტრამპის პოლიტიკის გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც ის ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებულ შტატებში პრო-პალესტინურ საპროტესტო აქციებს, რომელთა ორგანიზატორები ძირითად შემთხვევაში არიან სწორედაც რომ სტუდენტები. ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ასეთი საპროტესტო აქციები აღვივებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ანტისემიტიზმს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დონალდ ტრამპმა შეუზღუდა ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების საშუალება.